მოგესალმებით. მე ვარ ლაშა და ეს არის გადაცემა შენ რას იზამდი. მოგჯობათ, გისმით რას მიგხსნით? უკაცრავად ეს გადამდები ხომ არ არის? არანაირად პრობლემას არ წარმოადგენს. თუ არის საშუალება, მირჩენია რომ სხვა მომსახუროს რეგულირებაში. ვიზუალი რა შუაშია მომსახურებასთან დაკავშირებით? შენ მინახარ რა. მოგესალმებით. მე ვარ ლაშა და ეს არის გადაცემა შენ რას იზამდი. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია თქვენამდე მოვიტანოთ პრობლემები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურობაში აწყდებიან და გაჩვენოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციუმის აზრი და ჩართულობა ყველა მსგავს სიტუაციაში. გამარჯობა, გისმით რას მიგხსნით უკაცრავად? უკაცრავად ეს გადამდები ხომ არ არის? არანაირად. თუ არის საშუალება, სხვა ვინმე რომ მომსახუროს მირჩენია. დიდბოდის იხდით, პრობლემა რაში მდგომარეობს? საკვებთან გაქვთ შეხება და ფიქრობ არაესთეტიურია. შეგვიძლია მოგემსახუროთ, პრობლემას არ წარმოადგენს. მირჩენია რომ ვინმე ნორმალური მომსახუროს. ეს და მსგავსი სიტუაციები ამ შემთხვევაში გიორგის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ნახოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პრაქტიკაში და რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე საზოგადოებას. გამარჯობათ, გისმით რას იმივეთ? უკაცრავად ეს გადამდები ხომ არ არის? არაფერი მსგავსი, სამედრილო არაფერია. თუ არის შესაძლებელი, მირჩენია რომ სხვა ვინმე მომსახუროს. ძალიან დიდი პრობლემის მოგახსენებთ, თუ შეიძლება რომ ამიხსნათ. ეძებთან აქვს შეხება და ფიქრობ, ანუ არაესთეტიურია. სრულფასოვნად მოგემსახურებით, მაგის პრობლემა არ არის. გასაგებია, უბრალოდ მირჩენია რომ სხვა ვინმე ნორმალური მომხდეს. დიდი პრობლემის არ არის საუბარი მოსაწყვეტი. და ეს მოსაწყვეტია ესეთი ვიზუალური ფონი აქ მუშაობს? მინდა მოგიდებულება არ არის. მე ის მიყვარს თქვენ ვარ, ის ეს ყველაფერი. არ არის მოსაწყვეტი. ისი ანდობდირებს რამიანიც. აუკაცრავად თქვენთვის მიუღებელი რა არის? ესეთი ვიზუალური ფონი მუშაობდა ის მსგავს დაწესებულებაში. ვიზუალი რა შუაშია მომსახურებასთან დაკავშირებით? ის თავისადმი საკითხის და ვიზუალი აქ არაფერ შუაშია. ანუ თემთვის დისკომფორტია. აი გადარჩეთ. თქვენ ესე იგი გარეგნობასაც ყურადღებას და არა სეფს. კი, შესაბამისად არ დაწესებულებაში არის კი. ზოგადად წავიდეს ირალის მანდება შეიძლება და ეს ამაყობთ ყურადღებას ერთ პრობლემას მინდა მოგვიყვებასაც თუ შეიძლება განგარანტულობა ეს თქვენი ინტერესი არის მისლიმ ყველა შეიძლება ნუ არც ერთი ადამიანი არ უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ფიზიკური ნაკლის გამო შეიძლება ადამიანის ესე დამცირება. არასოდეს არ შევეგუები მე და ყოველთვის გამოვაყენებლები ესეთ ფაქტს. დიდი მადლობა. დღეს ჩვენი მასპინძელი არის რესტორანი ბელინი, რომელიც მდებარეობს ვაკეში, ფალიაშვილის 15 ნომერში, სადაც დაგვხვდება ძალიან კარგი სტაფი, გარემო და რაც ყველაზე მთავარია, უპირველესი საჭმელები. სალათებიდან არა? სალათებიდან ფანი სალათია ძრანგილი. ჩვეულებრივი ვეგეტარიანული მაგალითად რა. გამორჯესტენილი. გისმით რას მოგჯობა? უკაცრავად ეს გადამდები არ არის? არაფერი მსგავსი, სამედრილო არაფერია. ისიც თუ არის შესაძლებელი, მირჩენია რომ სხვა ვინმე მომსახუროს. ძალიან დიდი ისეთი კერძებთან გაქვთ შეხება და ფიქრობ რომ არაესთეტიურია. ჯობია მოვიდეთ რომ სხვას უნდა გასაგებია რომ მომსახურება სრულფასოვნად გაგიწევთ და სამედრილოც არაფერია. გასაგებია, უბრალოდ მირჩენია რომ სხვა ვინმე მომსახუროს. თუ არის შესაძლებელი. რატო აიმანე? რატო არ არის? შესაძლოა. აი, ვარ აბა.
მოკლედ ესეთი დღე გამოგვივიდა მეგობრებო. სამწუხაროდ რამოდენიმე კადრის ჩასმა ვერ მოახერხეთ, რადგან ადამიანებმა განაცხადეს უარი გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე საბოლოო ჯამში. მაგრამ მადლობლები ვართ იმ ადამიანების, ვინც არ გაჩუმდა, ამოიღო ხმა და არ შეეგუა იმ უსამართლობას, რაც მათ გარშემო ხდებოდა. თქვენ კიდე ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ყოველთვის და ყველგან შენ რას იზამთრე. მომავალ შეხვედრამდე.